მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ გიორგი გელაშვილი პერფორმანსი და თქვენ უყურებთ ჩემს არხს. დღევანდელი ვიდეო დაიწყება პირველი ეპიზოდის წავდი სხვაგან იქნავლე, აქ რო არ იქნავლე, მაინც მოეცი. ამასაც უნდა კადრში. გადასკვნია. არა, კამერაში არა. სანა ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდე, აღმოვაჩინე თურმე ვარ 6 კატის მფლობელი და 6-ივე ცხოვრობს ჩემი მანქანის ქვეშ, რომელიც აგერ დამართულია უკვე რამოდენიმე თვეა. მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ გიორგი გელაშვილი პერფორმანსი და თქვენ უყურებთ ჩემს არხს. ამ ვიდეოს ვიწერე სახლში ჩემთან ტექსასში. ეს ვიდეო არის პირველი ნაწილი ჩემი ახალი მანქანის შესახებ, რომელიც შეიძლება სოციალურ ქსელში გინახავთ და მოგიგრავთ თვალი. ეს არის 2021 წლის Chevrolet Camaro SS-ი, რომელიც აბსოლუტურად შემთხვევით შევიძინე და არ მქონდა საერთოდ დაგეგმილი ამ მანქანის შეძენა, მაგრამ ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სამსახურში დილით სანამ სამუშაოს შეუდგებოდი, რატომღაც გადავწყვიტე, რომ გამეხსნა აუქციონის ვებგვერდი, დამეთვალიერებინა რა მანქანები არის buy now-ზე და აღმოაჩინე, რომ ეს ჩემი მშვენიერი, ახლა უკვე ჩემი მშვენიერი Camaro SS-ი იყო buy now-ზე, საკმაოდ მხიარულ ფასად და ვიზუალურად ქონდა ძალიან მცირე დაზიანება, ბამპერი ქონდა დაზიანებული და ეს ერთი შეხედვით ერთი გიტარა იყო გატეხილი, იმიტომ რომ თვალი ცოტა წერაფი დგა. და გადავწყვიტე, რომ დრო არ დამეკარგა და ეს შანსი არ გამეშვა ხელიდან და ამიტომაც დავაწყაპუნე buy now-ს, დაურეკე ჩემს მეგობარ მირიამ პერტიას, უთხრობდი მანქანა ვიყიდეთ, ფულს რიცხავ, დავაი. მოკლედ ხანხა გადავიხადეთ, გადამზიდი მოიძიეთ, წამოიღეს აუქციონიდან და რამოდენიმე დღეში მოიტანეთ ჩემთან სახლში. აქედან უკვე დავიწყე რაღაც კადრების გადაღება, გაჩვენებ რაც მაქვს გადაღებული და რაც არ მაქვს სადაგზა მოგიყვებით. ამიტომ პირველ რიგში მოიმარჯვეთ სასუსნაოები. თუ ჯერ კიდევ არ გამოწერილი ჩემი არხი ეს ის დრო რომ დააწყაპუნო გამოწერის ღილაკს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასალა დამიგროვებია ამასობაში ამ კონკრეტული მანქანის შესახებ და გადავწყვიტეთ, რომ დავყოთ რამოდენიმე სერიად, ამიტომ მომდევნო სერიები რომ არ გამოგრჩეს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და თუ მოგწონს რასაც ვიღებ და გთავაზობთ, აუცილებლად გაუზიარეთ ფისო მაცადე გადაღება. აუცილებლად გაუზიარეთ თქვენ მეგობრებსაც, რომ რაც შეიძლება ბევრი ნახო კონდეს, რაც შეიძლება ბევრი გამოწერილი იყოს, რაც შეიძლება ბევრი ლაიქი იყოს, რაც შეიძლება ბევრი კომენტარი და შეიძლება გამივიფრთხილოთ, ცოტა წინ დავიწიოთ. ეს ჩემთვის იქნება ერთგვარი мотиваცია, რომ გავაგრძელო ვიდეოების გადაღება, მონტაჟი, ამ ყველაფერში დროის და ფინანსების ინვესტიცია და რა ვიცი, მეც ვიხალისებ, თქვენც იხალისებთ, შეიძლება რაღაც ახალს ისწავლოთ ჩემგან, შეიძლება რაღაცა დადებითი ნახოთ ამ ყველაფერში და რა ვიცი, მოკლედ დავცხოთ. როგორც ხედავთ, მანქანას ბამპერი აქვს დაზიანებული. რაღაცაზე არის დაჯახებული ისე, რომ ეს ბალკაც კი არ არის შენახები. შევარდა აი ამ რადიატორებით. წყლის რადიატორია დაზიანებული, ტრანსმისიის რადიატორი, კონდიციონერის რადიატორი. პანელი საერთოდ არც დაძრული, არც დაზიანებული. ეს რადიატორები გამოიწია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ქვევიდან არის რაღაცაზე შევარდნილი. ფარი არის დაზიანებული. მოკლედ საყიდელი მაქვს ბამპერი, უკვე ვიყიდე ყველა რადიატორი, ტრანსმისიის, კონდიციონერის, წყლის რადიატორი. ძრავი იქოქება ჩვეულებრივად მუშაობს საათივით. აი ესეთი ჭუჭყიანი მოვიდა გასარეცხი პირდაპირ აუქციონიდან ჩემთან სახლში. დისკი არის აი აქ გაღუნული და პრინციპში მეტი არაფერი. არც კაპოტია დაზიანებული. გასარეცხი გასასუფთავებელია просто. ბამპერი რა ვქნა, ZL1-ის ვიყიდო თუ იგივენაირი, რაც ქარხნულად აქვს. აციჩქარიანი ავტომატია. ეს აციჩქარიანი მინდოდა და არა მექანიკა და ძალიან მიხარია რომ ზუსტად ეს არის რაც მინდოდა. პრინციპში არც ვიყიდი მექანიკას. ეს მანქანა აქ არის 2021 წლის მოდელად რეგისტრირებული. თუმცა ბირკა საწერია მე-12 თვე 2020, მაგრამ აქ ეს მანქანა ითვლება როგორც 2021-ის მოდელი. ქარხნული დისკები არის 20-იანი, უკან 9.5, წინ 8.5. მოკლედ ეს არის და დავცხოთ.
ახლანდელი ვითარება არის შემდეგნაირი. ტრანსმისიის რადიატორის კრონშტეინები, გვერდით დამატებითი რადიატორის კრონშტეინები, პლასმასები წინ რაც აქვს ჰაერის მიმართველები. ეგენი მაქვს საყიდელი და დასაყენებელი. საყიდელი მაქვს ასევე ფარი და საყიდელი მაქვს ბამპერი. ზეთი შევცვალე ტრანსმისიაშიც და ძრავშიც. ჩავასხი ყველაფერი რაც საჭიროა, ანტიფრიზით ჩასხმულია. დამრჩა კონდიციონერის შესავსები, ფიზიკურად ფიტინგები არ მაქვს ახლა ამ შუაღამისას რომ დავმუხტო და ხვალ მოვიდან იმის კონდიციონერის ფიტინგებს და დავტენი კონდიციონერის ფრეონით. ეხლა შეგვიძლია დავაერთოთ აკუმულატორი და დავქოქოთ ხმა გავიგოთ. არავით არის ჩეკი, არავით არის რაღაცა შეცდომები ეკრანზე, არავით არის აირბაგი, ყველაფერი ჯიგრულად არის. საინტერესოა. როგორც გითხარით, მანქანა რაღაცაზე ისე შევარდა, რომ არაფერი არ დაუზიან და გარდა ამის ქვედა ნაწილის რადიატორის, კონდიციონერის რადიატორი დაზიანდა და აი ეს ტრანსმისიის რადიატორი ეს იყო დაზიანებული. ხოდა ამას არ აქვს შეხებული, შესაბამისად არც აირბაგი არ გაიხსნებოდა არაფერი და ბამპერი რო დაზიანდა და ამოიწია ზევით, იმან გატეხა ფარი. აგერ ამ აყრილ-დაყრილობაში დაინახოთ. როგორ არის ფარი გატეხილი. არა უშავს. ახალს ვიყიდი. მანქანა კი მუშაობს სუნცულა. საათივით. The next day. ვიყიდი ახალი ბამპერი. ზუსტად იგივე ფერი და იგივე კამაროსი რაც შემია. ვიყიდე სულ ახალი ფარი, ეს კრონშტეინები, ახლები. ეს პლასმასი ამ რადიატორისთვის არის. ეგ რაღაც მისაფარებლები, ბოლტები ისა. მოკლედ ახლა დავაყენებ ამ კრონშტეინებს და ცხვირს ავაწყობ. რატომღაც გამომრჩა ვიდეოს გადაღება, ან შეიძლება გადავიღე და არამედ ვირთავს, ყოველ შემთხვევაში უკანა სავალ ნაწილში აბსოლუტურად ყველა გიტარა შევცვალე და დავაყენე BMR-ის ბრენდის გიტარები, რომელიც არის გაცილებით უფრო ხისტი და გაცილებით უფრო უკეთესი, იმიტომ რომ ქარხნული კამაროს გიტარები არის ძალიან თხელი რკინით გაკეთებული და ძალიან დრეკადია. და რეალურად სწორად რო ცდილობ მანქანის აჩქარებას, როდესაც სიმძლავრე გაქვს, მანქანა ძალიან არასტაბილურად იქცევა და ეს არასტაბილურობა არაფერში არ მჭირდება და ამიტომაც პირდაპირ მივადექი და შევცვალე ეს ყველა გიტარა აბსოლუტურად ორივე მხარეს. შემდეგ კადრებში, სადაც თვალს მოკრავთ უკან სავალი ნაწილის წითელი ფერის გიტარებს, ზუსტად აი ამ გიტარებზე მაქვს საუბარი. სანამ მანქანას რამეს გაუკეთებდე არასტანდარტულს, ჯერ ქარხნულ მდგომარეობაში მინდოდა რომ შემემოწმებინა რამდენი ცხენის ძალა აქვს დაინოზე და ამიტომაც სამოვიყვანე მანქანა სამსახურში, დავაყენე ჰაბ დაინოზე და გავტესტე რამოდენიმეჯერ ZZ, რომ
გქონოდა საბაზისო მონაცემი თუ რა სიმძლავრიდან ვიწყებ მანქანასთან მუშაობას. რა თქმა უნდა, ჩემს საკუთრებაში არსებული ყველა მანქანა უნდა იყოს მოდიფიცირებული, რაღაცა უნდა ქონდეს შეცვლილი, რაღაცა უნდა ქონდეს გადაკეთებული და არც ეს კამარო არის ნამდვილად გამონაკლისი. როდესაც დავწმუნდი, რომ მანქანა გამართულია, დადის სწორად, ყველაფერი ისე მუშაობს, როგორც ქარხნული უნდა იყოს, დავიწყე რა თქმა უნდა, ძრავის დაშლა. გადავწყვიტე, რომ ავაწყო ატმოსფერული სეტაპი და ყოველგვარი ტურბოს და კომპრესორის გარეშე ამოვიღო მაქსიმალური სიმძლავრე ნიზის დაშლის გარეშე, რაც გულისხმობს იმას, რომ პორშინი, შატუნი, კალენვალი და ბლოკში არსებული ყველა დეტალი უნდა დარჩეს ქარხნული და ერთადერთი რაც შეიძლება შევცვალო არის ზეთის ნასოსი, მაგრამ დანარჩენი უნდა ავხადო გალავკები, შევცვალო რასპრედვალი, დავაპორტირო გალავკები, შევცვალო კოლექტორები და ასე შემდეგ, რასაც როგორც ხედავთ, ძრავის დაშლა ჭირდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძრავი საერთოდ უნდა ამოვიღო მანქანიდან. რისთვისაც გადავწყვიტე, რომ ევაკუატორით წამეყვანა მანქანა სამსახურში და გაცილებით უფრო ხელსაყრელ პირობებში მემუშავა მანქანაზე. რადგანაც სახლში დამკრატებზე მიწევს მანქანაზე მუშაობა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სამსახურში გადამეყვანა მანქანა ევაკუატორით და იქ ამეგრძელებინა პროექტზე მუშაობა. ძრავი ამოვიღე მანქანიდან და გადავინაცვლე უკან მხარეს ბაკზე და ბაკიც მინდა ჩამოვიღო, რადგანაც დამატებითი ბენზონასოსი მინდა ჩავაყენო. ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია დამატებითი ბენზონასოსის გარედან დაყენება, მაგრამ მე არ მინდოდა ამის გაკეთება და ბაკის გახრეტა და ამიტომ სტანდარტულად, ტრადიციულად, როგორც ვაკეთებ ხოლმე ყველა მანქანაზე, ბაკი ჩამოვიღე და ისე შევუდექი დამატებითი ნასოსის მონტაჟს. რა თქმა უნდა, ეს კადრები არის ტაიმლაპსით გადაღებული, საკმაოდ აჩქარებულია და ზოგადად მთელი პროექტი რამოდენიმე დღის კი არა, რამოდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. ამიტომ ძალიან ბევრი კადრი არის გადაღებული და ძალიან ბევრი კადრი არის აჩქარებული, რომ თქვენთვის არ იყოს მოსაბეზრებელი საყურებლად. რო წარმოვიდგინე ეს პროცესი გარაჟში დამკრატზე როგორ უნდა გამეკეთებინა, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე და ამიტომაც იყო, რომ წამოვიყვანე სამსახურში, რომ ვიცოდი, რომ ბაკს ნამდვილად ვერ ჩამოვიღებდი დამკრატით გარაჟის პირობებში. ვერ ჩამოვიღებდი, არა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩამოუღებელი არაფერი არა და გაუკეთებელი, მაგრამ ძალიან ვიწვალებდი და ამიტომაც გადავწყვიტე პადიუმნიკი გავამეყენებინა სამსახურში. იმისათვის, რომ ახალმა რასპრედვალმა წესიერ იმუშაოს და არ დამიღუნოს კლაპნები, აუცილებელია, რომ პორშინებში გავაკეთო კლაპნისთვის ჭრილი, რადგანაც ახალ რასპრედვალს გაცილებით უფრო მაღალი
სვლა აქვს, უფრო დიდ ხსნის კლაპანს და იმის საშიშროება, რომ პორშინი კლაპანს ჩაეხუტება, ნამდვილად არსებობს. ამიტომ ყველა საჭირო ხელსაწყო მოიმარაგე იმისთვის, რომ გამეზომა ყველაფერი აბსოლუტურად, даже დამატებითი გალოუკები შევიძინე, რომ ქარხნულ გალოუკებზე არ მეჩალიჩა ეს ყველაფერი. ქარხნული გალოუკები დავაპორტირე და ახალი კლაპნები, ახალი ზამბარები, ყველაფერი ახალი ჩალაგდა შიგნით, მაგაზე ჩალიჩს ნამდვილად არ დავიწყებდი, ზუსტად ამიტომაც შევიძინე დამატებითი ახალი გალოუკები და დავიწყე მაგაზე ჩალიჩი. ამ კადრებში, რასაც ხედავთ, ზუსტად კლაპნის ჭრილის კეთება მიმდინარეობს და ერთი და იგივე პროცესი საკმაოდ ბევრჯერ მეორდება და საკმაოდ ხანგრძლივია, ამიტომ მაქსიმალურად ავაჩქარებ, რომ თქვენთვის მოსაბაზრებელი არ იყოს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მარტო კლაპნის ჭრილების კეთებამ და მის ზომვამ რამოდენიმე დღე წაიღო. თან ამ ყველაფერს ვაკეთებდი სამსახურის მერე და იმის და მიხედვით თუ რამდენად მქონდა საშუალება რომ მემუშავა, თუ მქონდა ფიზიკურად იმის თავი, რომ დარჩენილიყავი და მეკეთებინე საქმე. აი ესე გამოიყურება ჩემი დამატებითი ბენზონასოსის მთელი სისტემა და კონსტრუქცია. და აი ასე გამოიყურება კვების გაყვანილობა, გავხრიტე ხუფი და ესე სპეციალური სამაგრით გაუშვი შნურები. დაუბრუნდეთ ისევ ძრავს, ეს არის K-Tech-ის ბრენდის ზეთის ნასოსი, რაც ერთადერთი აპგრეიდი არის ამ LT1, LT4 ძრავებისთვის. ეს დავაყენე იმის გამო, რომ მანქანას გარბენი ქონდა 40,000 მაილი და ვიფიქრე, რომ ნამდვილად კარგი ინვესტიცია იქნება ახალი ზეთის ნასოსი და თან დააპგრეიდებული ზეთის ნასოსი, რადგანაც ქარხნულ ზეთის ნასოსებს ახასიათებთ გულის წასვლა, გულის ფრიალი, ინფარქტი, ინსულტი და ასე შემდეგ და ამიტომ თავი დავიზღვიე და დააპგრეიდებული ნასოსი დავაყენე. წითელი ფერის, რასაც ხედავთ, არის პლასტელინი და პლასტელინი გამოიყენება იმისთვის, რომ გავზომო ზუსტად რა ზაზორი მაქვს კლაპანსა და პორშინის ჭრილს შორის. ამიტომ ყველა კლაპნის ჭრილში უნდა ჩავდო ეს პლასტელინი, დავაფარო გალოუკა, დავატრიალო კალენვალი და რასპრედვალი და შემდეგ გავჭრა ეს პლასტელინი და გავზომო ზუსტად რამხელა ზაზორი მრჩება. მაგრამ სანამ კლაპნის სვლას და ზაზორს გავსინჯავ, იქამდე აუცილებლად უნდა გავზომო რა სიგრძის შტანგები ჭირდება კონკრეტულ სეტაპს, კონკრეტულ რასპრედვალს, კონკრეტულ ზამბარებს, კლაპნებს და ასე შემდეგ. ამისთვის გამოვიყენებ სპეციალურ საზომს, რომელსაც დებ, თავკატელში ატრიალებ, აგრძელებ, ამოკლებ, მერე სინჯავ რამდენად
ზედმეტად ან ნაკლებად არის როკერის სვლა და ასე შემდეგ საკმაოდ შრომატევადი, საკმაოდ ხანგრძლივი, საკმაოდ მოსაბეზრებელი და ტვინის საბურღი პროცესია, მაგრამ ეს აუცილებელი პროცესია, რადგანაც უნდა იცოდე ზუსტად რა სიგრძის შტანგები გჭირდება და ამის მიხედვით უნდა შეუკვეთო შენი შტანგები. თუ მოხდა ისე, რომ არასწორად გაზომე შტანგები, აუცილებლად დაგრჩება კლაპნები ღია და შეიძლება დაღუნო კიდევაც თუ არა გაქვს შესაბამისად დიდი ზაპასი დატოვებული კლაპანსა და პორშინს შორის ჭრილზე. ეს არის ჩემი დაპორტირებული გალავკები, რომელიც CNC-ზე დააპორტირა კომპანია LMI. აი ზუსტად ესე გამოიყურება შტანგის გაზომვის პროცესი, ეგრეთ წოდებულ preloads ზომავ, რამდენად ზედმეტად არის დაჭიმული ან არ არის დაჭიმული როკერი. ეს ინდიკატორით მოკლედ ზომავ ამ ყველაფერს, ატრიალებ ცოტას იქით, ცოტას აქეთ და საკმაოდ ხანგრძლივი შრომატევადი საქმეა. როგორც იქნა დავამთავრე შტანგების გაზომვის პროცესი, შემდეგ აღმოაჩინე 8 ინჩიანი შტანგები მჭირდება და შეუკვეთე. როდესაც მოვიდა 2 დღეში, მე გავაგრძელე უკვე კლაპნის საზორის გასინჯვა პორშინთან მიმართებაში. რო გავზომე და ვნახე, რომ რამოდენიმე პორშინზე არ იყო საკმარისი ზაზორი, რა თქმა უნდა, ხელახლა მომიწია ყველაფრის გადასკოჩო, შეფუთვა და მთელი პროცესის ხელახლა გამეორება, რომ კლაპნის ჭრილი გამედიდებინა სათითაო პორშინზე. ამისთვის შავი მარკერით მოხაზე მოვნიშნე და შეუდექი საქმეს. როგორც კი მორჩი ჭრაკერვას და ზომვას და დავრწმუნდი, რომ ყველა პორშინზე კლაპნებს თანადო ზაზორი ქონდა, მე უკვე შეუდექით ამამად აწყობას. რადგანაც ჩემი ძრავი არის LT1, ამიტომ გადავწყვიტე LT4-ის საწვევის სისტემის დაყენება, რაც მოიაზრებს LT4-ის ინჟექტორების და LT4-ის მაღალი წნევის ნასოსის მონტაჟს. ამისათვის ავიღე LT4-ის ინჟექტორები, ამოვაძრე რეიგიდან ჩემი ქარხნული ინჟექტორები, ჩავანაცვლე და აუცილებლად შევცვალე ახალი მანჟეტებით, რომ საწვევმა არ გააპაროს არსაიდან და ამ პროცესს მივყევი.
ძალიან მეზარებოდა მთელი გლუშიწელის აწყობა და ამიტომ გადავწყვიტე რომ ბიუჯეტური გზა გამომენახა, დრო დამეზოგა და ფინანსები და გადავწყვიტე რომ speed engineering-ის გამშვების სისტემა მეყიდა თავიდან ბოლომდე კოლექტორებიდან დაწყებული ბოლო ბაჩოკამდე, ბაჩოკის გარეშე, რაც როგორც მათ გვერდზე ეწერა, არის აბსოლუტურად ბოლტონი და პირდაპირ დგება მანქანაზე. რაც აღმოჩნდა რომ ესე არ არის. ხან ისე დავაყენე, ხან ასე დავაყენე, ხან ისე გადავატრიალე, ხან ასე გადმოვატრიალე, ყველანაირად ვცადე რომ დამეყენებინე, მაგრამ სამწუხაროდ ყველგან ედებოდა გლუშიწელი. Flex fuel sensori უნდა დამეყენებინა და ამიტომ მჭირდებოდა არასტანდარტული გადაწყვეტილება და ჩემით ავაწყე შნურები, შლანგები, გაყვანილობა ყველაფერი და გავაკეთე Flex fuel sensorისთვის ცალკე სამაგრი, რომ გოხტად და ლამაზად ყოფილიყო დამაგრებული ძარაზე და არ ყოფილიყო გამოჩხერილი თვალებში. როგორც უმეტესობა კამაროებზე არის ხოლმე, ამიტომ საკმაოდ დიდი დრო დაუთმე ამ სამაგრის მოფიქრება, მომზადება, გაკეთებას და შლანგების მორგებას ისე რომ კულტურულად ყოფილიყო ყველაფერი. ჩავასხი ზეთი და გადავწყვიტე რომ სისტემა შემევსო მანქანის დაქოქვის გარეშე, ამიტომ პირდაპირ სტარტერზე დავაყენე კნოპკიანი რელე, რომ სტარტერი მეტრიალებინა სანამ საწვავის სისტემა არ შეივსებოდა და აღმოაჩინე საკმაოდ საინტერესო რამ, რომ შტანგები აღმოჩნდა იმაზე გრძელი, ვიდრე მე მჭირდებოდა. როგორც გესმით, ძრავს რამოდენიმე ცილინდრზე კომპრესია არ აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ შტანგა ნამდვილად გრძელი გამოდგა. თუმცა 1000 ჯერ გავზომე და გადავამოწმე, რომ ნამდვილად 8 ინჩიანი შტანგები მჭირდებოდა. რა გაეწყობა, შტანგები გრძელი აღმოჩნდა და ამ წუთას ვერაფერს ვერ ვიზავდი, ამიტომ გადავწყვიტე რომ გლუშიწელის საქმე გამეგრძელებინა და მომერგო ეს ჩემი ეგრეთ წოდებული ბოლტონ ვიხლოპი, რომელიც ყველგან და ყველაფერს ედება და არ ეტევა ისე როგორც საჭიროა, ამიტომ ქარხნული ბაჩოკი დავტოვე ჯერჯერობით, რომ ზომები ამეღო და მიმართულება სწორად დამეჭირა, თუ სად უნდა მიდიოდეს გამონაბოლქვის სისტემა. დავადუღე ლამბდა სენსორებისთვის ბუდეები, რაც თავისთავად კოლექტორზე ქონდა 2 ცალი, მაგრამ დანარჩენ გლუშიწელს ისეთ ადგილას ქონდა ეს სენსორის ბუდეები, რომ ნამდვილად ვერც წარმოვიდგენ როგორ უნდა დააყენო ეგრე სენსორები, ამიტომ ჩემი ახალი ბუდეები დავადუღე და შემდეგ შევუდექი ჩემი ბოლტონ ვიხლოპის გადაკეთებას.
ავხადე ხუფები, ამოვიღე შტანგები და ჰოი საოცრებო რა აღმოვაჩინე. 8 ინჩიანი შტანგები, რომელიც ეგრეთ წოდებული 8 ინჩიანია და ზედ აწერია 8.00 ინჩი, აღმოჩნდა რომ არის უფრო გრძელი ვიდრე 8 ინჩი. 8.125, 8.100 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ 8.00 არც ერთი არ იყო. რაც ლოგიკურია, გამოიწვევდა იმას, რომ კლაპნები ღია რჩება და კომპრესია არ აქვს ძრავს. ამიტომაც ვიყიდეთ რამოდენიმე კომპლექტი შტანგების, ყველა სათითაოდ გავზომე და არ ვენდე ნამდვილად წარწერას და ესე ზომვა-ზომვით ამოვარჩიე და 8 ინჩიანი შტანგები ჩავალაგე ძრავში. ამიტომ გაითვალისწინეთ მეგობრებო, თუ ოდესმე იყიდით შტანგებს, წარწერას არ ენდოთ, როდესაც აბსოლუტურად ზუსტი ზომა გჭირდებათ. თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ ლუფტი იქონიოთ, მაშინ კი ბატონო არაა პრობლემა, მაგრამ მე ლუფტის საშუალება ნამდვილად არ მქონდა. რადგანაც შტანგების საკითხი მოგვარებულია, ზეთი დავაკაჩავეთ, შევავსეთ სისტემა, ყველაფერი 5-იანზეა, ეხლა შემიძლია გადავინაცვლო შემშვებ კოლექტორზე. ამ კონკრეტული პროექტისთვის შევარჩიე BTR Trinity-ის საშუალო სიგრძის შემშვები კოლექტორი, რომელიც ეტევა კამაროს კაპოტის ქვეშ ამოჭრის გარეშე და აქვს უფრო გრძელი ფეხები ვიდრე მოკლე Trinity-ის, რაც იმის საშუალებას მომცემს, რომ ასე თუ ისე მეტი ძალა მქონდეს საშუალო დიაპაზონში ვიდრე მოკლე რანერიან BTR Trinity-ის, თუმცა ამ შემშვებ კოლექტორს გაცილებით უფრო ნაკლები ძალა ექნება დაბალ დიაპაზონში და საშუალო დიაპაზონში ვიდრე მაგალითად MSD-ის Air Force-ის პლასმასის შემშვებ კოლექტორს. იმიტომ რომ ფეხები საკმაოდ მოკლე აქვს MSD-სთან შედარებით ამ BTR-ის შემშვებ კოლექტორს. მაგრამ ჩემი მიზანი იყო ის, რომ მაღალბრუნიანი სეტაპი ყოფილიყო და მაღლა მეტრიალებინა ძრავი და ნამდვილად არ მინდოდა ჰოლის ჰაირამის დაყენება, რომელიც ითხოვს კაპოტის ამოჭრას და მანქანის დამახინჯება ნამდვილად არ მინდოდა. დროსელი არის ნიკ უილიამსის 103 მმ-იანი. ცივი შემშვები ამ შემთხვევაში ავარჩიე როტოფაბი, რომელიც არის 4.5 ინჩიანი, საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. რა სიტყვით დააკომენტარეთ დაბლა, მე მგონი არ გამოვიდა ცუდი, ჰა? დამეტოვეთ თქვენი კომენტარები, რას ფიქრობთ ამ პროექტზე, როგორ მოგწონთ ეს კონტენტი საერთოდ და გავაგრძელოთ ესეთი სერიები თუ არა. ახლა კი რაც შეეხება მანქანას, გულშეწელი არ არის დამთავრებული, არც ბოლო-ბაჩოკი არ აყენია, მაგრამ მაგის და მიუხედავად გადავწყვიტე, რომ ჩავხტარიყავი მანქანაში, ჩამეწერა ჩემი საბაზისო კალიბრაცია და დამეკოქა, რომ თქვენ მოგესმინათ თუ როგორი თუხთუხა გამოვიდა ეს პროექტი. აქვე დაგემშვიდობებით და შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ეპიზოდში, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და პატარა ზარსაც მიაც გაპუნეთ ხელი, რომ არ გამოდოთ შემდეგი სერიები. მომავალ შეხვედრამდე.